წინ გადმოასვენეს ქუთაისის ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროდან 3 გარდაცვლილი პენსიონერი ქალბატონის სხეულები და მათ დღეს დაკრძალავენ. გარდაცვლილები ერთმანეთისთვის დები არიან, როგორც პირველებს ადგილობრივები და ოჯახის ნათესავები გვიყვებიან. დების გარდაცვალების მიზეზი სავარაუდოდ საკვებით ინტოქსიკაცია და ასახელებენ კონკრეტულად სოკოს, თუმცა ზუსტი დეტალები ახლა ექსპერტიზამ უნდა დაადგინოს. პირველებს ასევე მეზობლები გვიყვებიან, რომ მათთან ბოლო კონტაქტი 14 აგვისტოს ჰქონდა და 14 აგვისტოს შემდეგ დები არ გამოჩენილად მათ ურეკავდნენ მობილურ ტელეფონზე, კავშირზე არ გამოდიოდნენ, რამაც გაუღმავად მათ ეჭვები და გუშინ უსიამოვნო სუნიც იგრძნეს მათ სახლთან ჩავლისას, სადროსაც უკვე მიმართეს შინაგან საქმეთა სამინისტროს და სწორედ მათ აღმოაჩინეს გარდაცვლილების სხეულები და წუხელ გვიან ღამით გადაიტანეს ცხედრები ლევან სამხარაულის ექსპერტიზაზე. მეზობლები უჭირთ საუბარი, რა გახდა ზუსტი მიზეზი და ახლა ყველა ერთად ელოდება ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნას, თუ რა გახდა გარდაცვალების მიზეზი. ესენი მოწამლული ეტყობა საკვების გამო, ალბათ. და მე ერთმანეთს ახლა მოვრჩებით უკეთესად ვიქნებითო და გაუძლიერდათ შევიდა უკვე ინფექცია ორგანიზმში და მოხდა ასეთი ტრაგედია. წუხელ გამოიპოვეს ხო? ხო, წუხელის იპოვეს. 7 დღის არის ექსპერტმა ასე თქვა და არ ვიცი ჩვენ. რამე საჭმელი ჭამეს და ემის გამო მოხდა ეს ამბავი, მაგრამ ახლა დაზუსტებით არავინ არ იცის რა მოხდა. თქვენი ზონის ბიჭი იქ მეზობელია და რო არ პასუხობდა, დაურიგეს თვითონ იმბის და ის შევიდა მერე სახლში და ნახა ესენი სამივე ასეთ მდგომარეობაში. სოკო მოწამლა დაუშვათ ბამბობ ჩემს ისე რომ ვერ დარეკეს ყველას ერთად როგორ დაემართა ეს სამივე მოიწამლა ეტყობა. მერე მეზობლები, იქ მოსახლეობაც არ არის ნაიზამაი მჭიდრო და იმიტომ მერე შეაწუხა ალბათ სუნმა. ხალხი და ერთი 5 დღე მაინც იქნებოდა და დაახლოებით ასე ამბობენ და მე არ ვიცი. თქვენ გაიგეთ ხო? ის გავიგებთ და ჩამოვედი. მოვედი და ეს დამხვდა. მეტი არაფერი. ხო და რა გაიგეთ, აი რა. რა გავიგდა, მოგდა, ვითხრეს და ჩამოვედი. გამიკვირდა. სამი და ერთად ცხოვრობდა, მარტო ცხოვრობდა. კი, ერთად ცხოვრობდა. რა საკისანი არიან დაახლოებით? 66-იანები არიან. ხუბები არიან 60-ის, მე ვიცი. 60-ის მისები არიან. ესენი საერთოდ მარტო ცხოვრობდნენ. კი, მარტო ცხოვრობს, 3 დები იყვნენ და მარტო ცხოვრობს. ვინ შევიდოდა, ვინ შევა, იქ ვერავინ ვერ შედი. ისეთი სიტუაციაა. ანუ ხწნა იყო და აბა რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 115 მუხლით დაიწყო, რაც თვითკოვებამდე მიყვანას გულისხმობს. თუმცა, როგორც მეზობლები ჩვენთან საუბრისას აცხადებენ, ყველაზე ნათელი მიზეზი ამ ადამიანების გარდაცვალების შეიძლება იყოს საკვებით ინტოქსიკაცია.